მოგესალმებით. 24 თებერვალს უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად 4 წელი შესრულდება. ამ 4 წელიწადში ბევრი რამ შეიცვალა. პირველ რიგში შეიცვალა ის, თუ როგორ შუქდება უკრაინაში მიმდინარე პროცესი და როგორ მოხდა, რომ ამ ომის თემამ პირველ ადგილზე მყოფი სათაურებიდან მეორე, მესამე ადგილზე გადაინაცვლა. შეიცვალა ბრიუსელის ბიუროკრატიის რიტორიკაც და მათი მოლოდინებიც. მაგრამ ის, რაც არ შეცვლილა, არის Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის ინტერესები. დღეს ევროკავშირი უკრაინის გაუთავებელი დახმარებისა და დიპლომატიაზე უარის თქმის გამო იმაზე სუსტ მდგომარეობაშია, ვიდრე ომის დაწყებისას იყო. მეტიც, თუ უკრაინაში ომის დაწყებისას ბრიუსელს პოლიტიკური წონა ჰქონდა და გეოპოლიტიკურ მოთამაშედ აღიქმებოდა, ახლა ვითარება კარდინალურად შეიცვალა. ევროკავშირისთვის ვითარება იმდენად არის შეცვლილი, რომ ახლა სხვისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე აღარ არის საუბარი. ახლა ევროკავშირში იმაზე ფიქრობენ, როგორ დაიცვან დანია და როგორ შეძლონ, რომ შტატების პრეზიდენტმა გრენლანდია 51 ან 52 შტატად არ აქციოს. ამ ფონზე უკრაინისთვის ყველა დაპირება მხოლოდ ცარიელ სიტყვებად რჩება. ასეთი მოცემულობა ისევ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს აზარალებს. თორემ ვადა გასულ პრეზიდენტ ზელენსკისა და მის გარემოცვას სულ არ აინტერესებს რა და როგორ იქნება. კორუფციაშიც არიან, ერთმანეთს ხელსაც აფარებენ და არც არავინ ითხოვს მათგან პასუხს. ცოტა ხნის წინ მედიაში საუბარი იყო იმაზე, რომ ევროკომისია განიხილავს წინადადებას, რომელიც უკრაინას ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანების საშუალებას მისცემს რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, თუმცა სრული წევრობის უფლებების მინიჭების გარეშე. ევროკომისიაში აქტიურად განიხილება საკითხი, რომ კონსენსუსის პრინციპი გასაუქმებელია და კვალიფიციური უმრავლესობის წესით უნდა წყდებოდეს მნიშვნელოვანი საკითხები. როგორც ჩანს, უკრაინის არასრული წევრობის იდეით, ევროკომისიას პრეცედენტის დაშვება სურს, რომ არსებობენ ისეთი წევრები, ვისაც ან ხმის უფლება არ აქვს, ან ვეტოს უფლება აქვს ჩამორთმეული. შემდეგ კი ასეთი წესები სხვებზეც გაავრცელონ. ასეთი ინიციატივებისადმი მიდრეკილება ევროკავშირის უმაღლეს დიპლომატს კაია კალასსაც აქვს. ისიც ამბობდა, რომ ცუდი არ იქნებოდა, თუ კი საგარეო და სამხედრო თავდაცვის საკითხებზე ევროკავშირში არა ვეტოს წესი, არამედ კვალიფიციური უმრავლესობის წესი იარსებებდა. ერთია ის, თუ როგორ სურთ უკრაინის ომის გამოყენებით ევროკავშირის ტრანსფორმაცია Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის მარიონეტებს. მეორე არის ის, რომ ხშირად ასეთი ინიციატივებიც მკვდრად ჩობილია. ამ შემთხვევაში ევროკავშირში უკრაინის ნებისმიერი ფორმით სწრაფი გაწევრიანების იდეას ბოლო მოუღო გერმანიის კანცლერმა. ფრიდრიხ მერცმა 2027 წლის 1 იანვარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება გამორიცხა. ესეც რომ არ იყოს, უკრაინის ომმა ბრიუსელის ბიუროკრატია უკვე კომიკურ ვითარებაში ჩააყენა. აღმოჩნდა, რომ დიპლომატიასა და პოლიტიკაში გაჯიუტება და გაბუტულის პოზიციაში ყოფნა არ შეიძლება. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ევროკრატები გამორიცხავდნენ რუსეთთან მოლაპარაკებებს და ნებისმიერი სახის დათმობებს უკრაინის, ანუ ევროკავშირის მხრიდან. მათ ხომ თავადვე გამოაცხადეს, რომ უკრაინა ევროკავშირისთვის იბრძვის. შესაბამისად, უკრაინის ომი ევროკავშირის ომად აქციეს. დღეს საფრანგეთის პრეზიდენტისა და იტალიის პრემიერის შემდეგ სხვებიც ლაპარაკობენ რუსეთთან საუბრის აუცილებლობაზე. მაგალითად, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და იგივე კაია კალასი, რომელიც იმასაც აღიარებს, რომ ომის დასასრულებლად უკრაინას მტკივნეულ დათმობებზე წასვლა მოუწევს. ანი ნადირაშვილის სიუჟეტში ნახავთ დეტალებს ევროკავშირში უკრაინის პერსპექტივად დარჩენილი გაწევრიანების შესახებ. 2027 წლის 1 იანვარს გაწევრიანებაზე საუბარიც კი არ შეიძლება. ეს გამორიცხულია და შეუძლებელია. შეგვიძლია ნელ-ნელა დავაახლოვოთ უკრაინა ევროკავშირთან. ეს ყოველთვის შესაძლებელია, მაგრამ ასეთი სწრაფი გაწევრიანება უბრალოდ არარეალურია. ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ნებისმიერმა ქვეყანამ ჯერ კოპენჰაგენის კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს. პროცესი, რომელიც როგორც წესი რამდენიმე წელს გრძელდება. ეს არის პირველი ოფიციალური სიგნალი ევროკავშირის მთავარი ქვეყნისგან. მერცი პირდაპირ ამბობს, რომ უკრაინა ვერც ახლა და ვერც უახლოეს წლებში ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. გერმანიის კანცლერმა თქვა ის, რასაც მისგან არავინ ელოდა. წევრობის გზა ძალიან გრძელია და მოითხოვს ურთულესი სტანდარტების შესრულებას, რაც მოკლევადებში ვერ მიიღწევა. ორბანის შემდეგ უკვე მერცი ეწინააღმდეგება გეგმას, რომელსაც ზელენსკი ითხოვს და რომელსაც ურსულა ფონ დერ ლაიენი ლობირებს. უკრაინის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება არარეალისტური ხდება, მაგრამ რა დაემართა მერცს?
გზარდს. რატომ დადგა ის ევროპული პოლიტიკის მკვეთრი შემოbrunების მხარეს? სულ რამდენიმე თვის უკან ის რუსეთის წინააღმდეგ კონფრონტაციის, უკრაინის მფარველობის ხაზის მხარდამჭერი და უკრაინის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების მომხრე იყო. ამ ოპტიმიზმს დღეს მკვეთრი პესიმიზმი ცვლის. 2027 წლის 1 იანვარს გაწევრიანებაზე საუბარიც კი არ შეიძლება. ეს გამორიცხულია და შეუძლებელია. როგორც კი საქმე კონკრეტულ თარიღებსა და ვალდებულებებს შეეხო, გერმანიის კანცლერი ტონსაც მკვეთრად იცვლის და პოზიციასაც. ურსულას და ზელენსკის გეგმებს არღვევს. ის ურსულასთან ერთ პარტიაშია, ორივე გერმანელია. პოლიტიკურ გადართვას თავისი ძალიან კონკრეტული მიზეზი აქვს და ამ მიზეზს ევროკავშირის ღრმა კრიზისი ჰქვია. გაკოტრებების ცუნამი შეუჩერებლად გადადის ჩვენს ქვეყანაზე და წელს რეკორდულ ნიშნულს 30,000-ზე მეტ იძულებით გაკოტრებას გადააჭარბებს. ყველაზე მეტად ზარალდება საშუალო ბიზნესი, ინგრევა ჩვენი კეთილდღეობის საფუძველი, ჩვენს ეკონომიკას კოლაფსი ემუქრება, თქვენს ტრანსპორტის მინისტრს ისევ აღარ ყოფნის ფული, გადაუდებელი სარკინიგზო პროექტების მშენებლობის დასაწყებად. თქვენ სრულიად ვერ გაიგეთ ამ ქვეყნის ნამდვილი პრობლემა. ეს პოლიტიკა არ არის, ეს ბალაგანია. ალისა ვაიდელი კანცლერს ბუნდესტაგში აკრიტიკებს. მერცის პრობლემა სწორედ ქვეყნის ეკონომიკა ხდება. კრიზისი იმდენად ღრმა და სერიოზულია, რომ მერცი იძულებული ხდება ემოციური სოლიდარობა გვერდით გადადოს და ფოკუსი შიდა პრობლემებზე გააკეთოს. ტრიგერის როლი შესაძლოა $1.5 ტრილიონ ეთამაშა. სწორედ ამ თანხას ითხოვს უკრაინა ახლა ევროკავშირისგან და აქ საუბარია ჯერ კიდევ ევროკავშირში შესვლამდე. ინფორმაცია უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა გაავრცელა. მისი განმარტებით სწორედ ეს ციფრია მითითებული იმ საიდუმლო დოკუმენტებში, რომელიც კიევმა ბრიუსელს გადასცა. ევროკავშირის ლიდერებს წარედგინათ კონფიდენციალური დოკუმენტი, რომელშიც აღწერილი იყო უკრაინის მოთხოვნის დაფინანსების გეგმები. მათ შორის ორეტაპიანი დაფინანსების სტრუქტურა, რომელიც ჯამში $800 მილიარდ შეადგენს და დამატებით დაახლოებით $700 მილიარდი სამხედრო ხარჯები იმავე პერიოდში. დოკუმენტში ასევე მოხსენიებულია უკრაინის ევროკავშირში 2027 წლისთვის გაწევრიანება. ასეთი ფული ევროკავშირს არა აქვს. ბრიუსელი დღეს ვეღარ ახერხებს უკრაინის გრძელვადიან დაფინანსებას საკუთარ ბიუჯეტზე დაყრდნობით. უფრო მეტიც, პოლიტიკოს ინფორმაციით ევროკავშირის ელჩებმა ამ დრომდე ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხზე, რომელიც უკრაინის თავდაცვის დასაფინანსებლად არის განკუთვნილი. და ეს მაშინ, როცა ევროკრატები მუდმივად აცხადებენ, რომ უკრაინა მათი მომავალი და მათი უსაფრთხოებაა. ევროკავშირში განაცხადეს, რომ მზად არიან უკრაინას გაუწიონ დიპლომატიური, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. პირველ რიგში აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება, განსაკუთრებით სამხედრო მიმართულებით, მათ შორის ევროპის მშვიდობის ფონდის მეშვეობით, ასევე წევრი სახელმწიფოების მხრიდან ორმხრივ საფუძველზე. მაგრამ ახლა ევროკავშირის მთავარი ეკონომიკა გერმანია უარს აცხადებს უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებაზე, იმიტომ რომ 4 წლიანი ომის შედეგებს ეკონომიკა ყველაზე კარგად გრძნობს და ეს მხოლოდ გერმანიას არ ეხება. ბერლინი კარს ხურავს და სხვებისთვის ეს გარკვეული სიგნალი ხდება. ეკონომიკა ყველას აიძულებს პრიორიტეტები გადააწყოს. უკვე იტალიაც წინააღმდეგია უკრაინა დაჩქარებული წესით კავშირში მიიღონ. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი აცხადებს, რომ მისთვის ბალკანეთია პრიორიტეტი. ჩვენ უკრაინის გაწევრიანების მომხრეები ვართ, თუმცა მანამდე არის ბალკანეთი, რომლის წინაშეც გვაქვს ვალდებულება და რომელიც ჩვენთვის პრიორიტეტულია. 3 მარტს რომში ვუმასპინძლებთ ბალკანეთის მეგობრების შეხვედრას. 1 აპრილს კი გერმანელ მინისტრ იოჰან ვადეფულთან ერთად ვიქნებით ბელგრადში, რათა სერბეთს მხარდაჭერის გზავნილი გაუგზავნოთ. უკრაინა რჩება მოწყვლად ზონაში, არც წევრობა აქვს და არც სრული დაცვა. კიევი იღებს მკაფიო სიგნალს დაეყრდნოს მხოლოდ საკუთარ ძალებს. ევროპაში შიდა განწყობები იცვლება. ევროპიან კონსერვატივი ახალი გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს ევროპელების განწყობების შესახებ. მონაცემები აჩვენებს, ევროპის მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს არ უჭერს უკრაინის სწრაფად ევროკავშირში მიღებას. ევროპელები მიიჩნევენ, რომ ქვეყანა წესების გვერდისავლით ან დაჩქარებული პროცედურით კავშირში არ უნდა მოხვდეს და რომ უკრაინამ ყველა აუცილებელი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს. მხოლოდ მცირე უმცირესობა ეთანხმება უკრაინის ანგარიშზე სწრაფად ევროკავშირში მიღებას. ამას მხოლოდ 18% უჭერს მხარს, ხოლო 43% ამბობს, რომ წევრობა უნდა მოხდეს ჩვეულებრივ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ხოლო 32% საერთოდ ეწინააღმდეგება უკრაინის შეერთებას.
უნგრეთში საერო ეროვნული პეტიციის ბეჭდვა დასრულდა. მოქალაქეებს მალე კითხვარებს კონვერტით ბინაზე გაუგზავნიან. პრემიერ-მინისტრის კაბინეტის სახელმწიფო მდივანი ბალაშ ჰიდვეგი მოქალაქეებს მოუწოდებს ბრიუსელს მძლავრი სიგნალი გაუგზავნონ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. ბრიუსელს სიგნალი გავუგზავნოთ, ჩვენ არ გადავიხდით. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. ჰიდვეგი იმ საკითხების ჩამონათვალს აკეთებს, რაზეც უნგრელებმა საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსირონ და ეს პირველ რიგში უკრაინის ომის დაფინანსებას ეხება. უნგრელებს არ სურთ ომის დაფინანსება, არც უკრაინაში მიმდინარე ოპერაციის მხარდაჭერა მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ან უფრო დიდხანს და არც კონფლიქტის შედეგად კომუნალური გადასახადების ზრდა ოჯახებისთვის. პეტიცია ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას თქვან არა ამ სამივე საკითხზე. ბალაშ ჰიდვეგს კონკრეტული ციფრებიც მოჰყავს. უკვე დახარჯულია 170 მილიარდი ევრო. უკრაინის სახელმწიფო ფუნქციონირებისთვის საჭიროა 800 მილიარდი ევრო. დამატებით ომთან დაკავშირებული ხარჯები შეადგენს 700 მილიარდ ევროს. სულ საუბარია 1.6 ტრილიონ ევროზე. სწორედ ამ ციფრებში ტრანსფორმირდება ომი დიდ ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისად. ევროპელებს უკვე კარგად ესმით, რომ უკრაინის დაფინანსება ნიშნავს მათთვის გადასახადების გაზრდას, შეღავათების გაუქმებას. მათ ესმით, რამდენად მძიმე ტვირთად დააწვება ეს თითოეულ მოქალაქეს. ევროკრატებს გაყინული რუსული აქტივებით სურდათ ომის გაგრძელება. ჩვენ არ ვაპირებთ ავკიდოთ ბელგიას რისკები, რომლებიც ასობით მილიარდში იზომება. არც დღეს, არც ხვალ, არც ოდესმე. თუმცა ამ რისკზე წევრი ქვეყნების უმეტესობა ვერ დაიყოლიეს. რა გამოდის? ევროპა ამბობს, რომ უკრაინა მისი მომავალია, მაგრამ ფულს რუსეთის გაყინულ აქტივებში ეძებს. ეს უკვე მხარდაჭერა აღარ არის. ეს არის გაკოტრების აღიარება. ევროკავშირი უკრაინას სიტყვებით იღებს, მაგრამ საკუთარი ჯიბით ვეღარ აფინანსებს. ევროპას რეალურად რესურსი რომ ჰქონდეს არ იბრძოლებდა სხვების ხარჯზე. არ მოუწევდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების გადადება. სიმართლე მარტივია. უკრაინა გახდა ძალიან ძვირი, ხოლო ევროპა ძალიან სუსტი. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და ომს ევროკავშირი ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავს ეკონომიკურ შოკამდე, იმიტომ რომ ევროკავშირი 10 წლეულების განმავლობაში ეყრდნობოდა იაფ-რუსულ გაზს. ომის დაწყების შემდეგ სანქციების დაწესებით ის უარს ამბობს მისთვის ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რესურსზე. შედეგად გაზი ძვირდება 5-ჯერ. ელექტროენერგია აღწევს ისტორიულ მაქსიმუმს. სანქციები არა მხოლოდ იაფ ელექტრომატარებლებზე უარს ნიშნავს, არამედ რუსული ბაზრიდან გასვლასაც. ყველაფერი ეს აზარალებს მრეწველობას და ეკონომიკას. და დღეს ეკონომიკური ზრდა იგივე გერმანიის, რომელიც ეკონომიკური სიძლიერის საზომი იყო, 0%-ს უტოლდება. ევროპა ომში კარგავს იაფ ენერგიას, სანქციებში ბაზრებს, უკრაინაში მილიარდებს, ხოლო შიგნით სოციალურ სტაბილურობას. ამ ფონზე განადგურებული უკრაინის კავშირში მიღება და მის ეკონომიკაზე და განვითარებაზე ზრუნვა რომ შეუძლებელია, ამას უკვე გერმანიის კანცლერიც კი ხედავს. ადრე სიმართლეს მხოლოდ უნგრეთის პრემიერი ამბობდა, თუმცა მას პრორუსად აცხადებდნენ. ის საუბრობდა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე. პროპაგანდა კი ამ არგუმენტებს მოსკოვთან აკავშირებდა. უკრაინა ომშია და მისი ინტეგრაცია ნიშნავს ომში ევროკავშირის ჩათრევასაც. გარდა ამისა, ევროკავშირის რესურსები, რომლებიც საჭიროა ევროპის ეკონომიკის მოდერნიზაციისა და აღდგენისთვის, უკრაინაზე გადავა. უკრაინა უკვე მხოლოდ ეკონომიკური ტვირთი არ არის. ის ევროკავშირის უსაფრთხოებასაც უკავშირდება და ორბანი ამას პირდაპირ ამბობს. დაჩქარებული წესით უკრაინის მიღება ნიშნავს არა უბრალოდ ფინანსური პასუხისმგებლობის აღებას, არამედ ომში ჩათრევის რეალურ რისკსაც. ეს ავტომატურად გულისხმობს კონფრონტაციას რუსეთთან. ბრიუსელს აღარ მოუწევს მხოლოდ მშვიდობის დროს მიწასთან გასწორებული ქვეყნის აღდგენა. მას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება თავად ომზეც. სწორედ ამიტომ ამბობს ორბანი, უკრაინის ინტეგრაცია აღარ არის ჰუმანიტარული ან პოლიტიკური ჟესტი. ეს არის უსაფრთხოების გადაწყვეტილება, რომელსაც შეუძლია მთელი კონტინენტი პირდაპირ დაპირისპირების ზონაში გადაიყვანოს. ეს რეალობა კი ევროკავშირის ლიდერებზე წნეხს ახორციელებს. არადა სულ რაღაც ერთი თვის წინ ევროკრატებს სხვა გეგმები ჰქონდათ. ომის დაწყებიდან ორ თვეში ფონ დერ ლაიენი დარწმუნებით იტყვის, რომ უკრაინის კავშირში მიღება თვეების კი არა დღეების საკითხია. რამდენიმე სიტყვა თავად პროცესზე, მას შემდეგ რაც ქვეყანა განაცხად შეიტანს, ევროკავშირის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, რომ ევროკომისიამ უნდა მოამზადოს საკუთარი დასკვნა. ჩვეულებრივ ამას წლები სჭირდება, უკრაინის შემთხვევაში კი საქმე გვაქვს რამდენიმე კვირასთან. მე დარწმუნებული ვარ ჩვენს წარმატებაში ამ გზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ ძალიან მივუახლოვდით ჩვენი ძველი მიზნის განხორციელებას. უკრაინა იქნება თანასწორთა შორის პირველი ჩვენს საერთო ევროპულ სახლში. უკრაინა იქნება ევროკავშირის წევრი, მშვიდობიანი, სუვერენული და სრულად ინტეგრირებული სახელმწიფო. ამას ჩვენ უზრუნველყოფთ. არანაირი ეჭვი არ არსებობს.
მაგრამ ვერც ფონ დერ ლაიენმა უზრუნველყო ქვეყნის კავშირში მიღება და ვერც ზელენსკიმ რეფორმების გატარება. პირიქით, ქვეყანა გრანდიოზულ სკანდალში გაეხვა. აღმოჩნდა, რომ დასავლეთიდან მიღებული დახმარების დიდ ნაწილს ზელენსკი და მისი გარემოცვა კორუფციული გარიგებების წყალობით ჯიბეში იდებდა. ურსულა ფონ დერ ლაიენი და კაია კალასი გაერთიანებული ევროპის სახელით პირდებოდნენ ზელენსკის. უკრაინა გახდება ევროკავშირის წევრიო. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. 2022 წელს ომი გახდა სამომავლო წევრობის საშვი და არა ევროპული რეფორმები. ამიტომაც საქართველო, რომელიც რეფორმებში ლიდერია, სტატუსის მიღებაზეც კი უარს ეუბნებიან. თბილისი დაისაჯა იმიტომ, რომ მეორე ფრონტის გახსნაზე უარი თქვა. ახლა ზელენსკი უკვე უსაფრთხოების გარანტიებს. ბრიუსელისგან წევრად მიღების კონკრეტული თარიღის დაფიქსირებას და ფინანსურ დახმარებას ითხოვს. ტექნიკურად უკრაინა 2026 წლის პირველ ნახევარში მზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ყველა კლასტერი გახსნას. სრულიად ტექნიკური თვალსაზრისით კი 2027 წელს უკვე მზად იქნება ევროკავშირის წევრობისთვის. და ჩვენ გვინდა, რომ რუსეთთან ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში ჩაიწეროს კონკრეტული თარიღიც. მაგრამ პასუხი, კონკრეტიკა, დეტალები და დახმარება არ ჩანს. 4 წლის წინ უკრაინის ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი ერთხმად აცხადებდა, რომ ომში გამარჯვება 1991 წლის საზღვრების აღდგენა და ყირიმის დაბრუნება იყო. დღეს ეს განცხადება ბევრს მიავიწყდა, ბევრმას ომში გამარჯვებად ომის დასრულება გამოაცხადა. ისინი, ვინც 1991 წლის საზღვრების აღდგენაზე პირობებს დებდნენ, ახლა ან თანამდებობებზე აღარ არიან, ან ქვეყნიდან არიან გაქცეული. ღირდა კი ომი საიმისოდ, რომ ბოლოს ისევ რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებზე ემსჭელად ბრიუსელსა და კიევში. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროპრატიას.